ბუნებრივია სამინისტროსთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს სამედიცინო პროფესიების რეგულირება და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიებში არსებული დეფიციტების საკითხის განხილვა და იმავდროულად, რა თქმა უნდა, სამედიცინო პროფესიათა შორის იმ საკითხების განხილვა, რაც უკავშირდება იგივე უმცროსი ექიმების სტატუსს, რეზიდენტის სტატუსს და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე, სხვა მნიშვნელოვანი თემების თაობაზე გქონდა საუბარი ამჯერად ოთარ ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოში, სადაც არაერთი სახელოვანი შემიძლია ვთქვა უმცროსი ექიმი საქმიანობს და მათ აქვთ უზარმაზარი ღვაწლი მათ შორის იმ პერიოდის, რომელიც უკავშირდება COVID პანდემიის მართვას საქართველოში. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ექიმის პროფესიას ღირსეულად ემსახურნენ იმ პერიოდში, როდესაც სუფევდა COVID-ი. ისინი აგრძელებენ მუშაობას, რა თქმა უნდა, ამ კლინიკაში, ისინი განაგრძობენ და რა თქმა უნდა, მათ წარმატებულ კარიერას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ ექიმის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სტატუსის მოპოვებას და შესაბამისად კიდევ უფრო წარმატებული კარიერის გაგრძელებას. ძალიან საინტერესო გამოვიდა განხილვა, სერიოზული ასპექტები იქნა გამოკვეთილი პროფესიის სამომავლო რეგულირებასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მიჩნეული იქნა, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება და რა თქმა უნდა, პოზიტიურია განწყობა სამომავლო ხედვებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ბევრმა უმცროსმა ექიმმა და ექიმაც, რომელსაც გააჩნია სერტიფიკატი, თავის აზრი გამოთქვეს. აზრი იყო დადებითი, რათა იმ ადამიანებს, რომელიც მრავალი წელია მუშაობენ უმცროს ექიმებად, მიეცათ უფლება რათა გავიდნენ და მოიპოვონ საექიმო სერტიფიკატი. მინდა ვთქვა, რომ ეს ერთჯერადი აქტია, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ძალაში და მინდა ყველა ამ უმცროს ექიმს უსულო წარმატება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დეფიციტური პროფესიის ექიმები რეგიონებში, მათ შორის ქუთაისშიც იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით ჩააბარებენ სასერტიფიკატო გამოცდას და რამოდენიმე მიმართულებით ნამდვილად დეფიციტური პროფესია იქნება შევსებული. ყავს დაახლოებით 10 უმცროსი ექიმი, რომლებიც მინიმუმ დავუშვათ 5 წელია და მაქსიმუმ 11 წელიც, რომ შესაბამისად მუშაობენ რეანიმაციურ განყოფილებებში უმცროს ექიმებად. ეხლა ამ დადგენილებით უკვე საშუალება ეძლევათ, რომ თავისი თავი გამოცადონ სასერტიფიკაციო გამოცდებში. ძალიან დიდ შანსს გვაძლევს, რომ დეფიციტური პროფესიები შეივსოს გამოცდილი და ძალიან ესეთი ყურადღებიანი და მომსახურე ახალგაზრდა კადრებით. არ მოხდეს ამ კადრების გადინება, მიგრაცია და მაქსიმალურად შევძლოთ, რომ ქართველი მომავალი კარგი ექიმები შეუქმნან ჩვენს საქართველოს ისევ შეუქმნათ და ყავდეს. 9 წელია მუშაობ უმცროს ექიმად და დიდი სურვილი მქონდა რომ მემუშავა რეანიმაციაში, მაგრამ სახელმწიფოში მოხვედრის საშუალება ნამდვილად არ იყო და იმიტომ რომ 1 და 2 ადგილი იყო განსაზღვრულო სპეციალობებზე და კერძო კლინიკებში გადასახადები იმდენი არის, რომ მან მქონდა იმის საშუალება გამეგზელებინა სწავლა. 2 წლის, 3 წლის უკან ჩავაბარე რეზიდენტურა. დიდი სურვილი მაქვს და ჩემი ოცნება რომ ბავშვებისას მემუშავა რეანიმაციაში და ამ სურვილის ახდენის პერიოდი მაქვს ალბათ, რომ მისრულდება ეს სურვილი, მაქვს საშუალება შავაბარო გამოცდა და ვიყო ლიცენზირებული ექიმი. მუშაობ 6 წელია უწყვეტი სტაჟით რეანიმაციულ განყოფილებაში, მორიგე უმცროს ექიმად. კარგი და დიდი შანსი არის ჩვენთვის, უმცროსი ექიმებისთვის, ვისაც დიდი გამოცდილება გვაქვს კლინიკაში მუშაობის და ვერ ვახერხებდით რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზების გამო. უდიდესი შანსი არის უმცროსი ექიმებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი შრომის დაფასებისთვის.